ბიბლიიდან მინდა განვიხილო ერთი მუხლი, ძალიან საინტერესო მუხლია, ცოტა რთულად გასაგები, ამიტომ გთხოვთ რომ ყურადღებით მომისმინოთ, იმიტომ რომ ეს ყველამ უნდა იცოდეს. განსაკუთრებით იმათმა, ვისაც არ გწამთ. ეს არის გალატელების მიმართ თავი 5 მუხლი 4. თქვენ, ვინც ცდილობთ რომ კანონების მეშვეობით ჩაითვალოთ მართლად, შორდებით ქრისტეს და მის წყალობას. ეს არის მთელი მუხლი. ანუ აქ პავლე მოციქული გვეუბნება, რომ აი სულ რო 10 მცნების მიხედვით შეეცადო ცხოვრებას, თუ იესო ქრისტესი არ გწამს, უფლის წყალობას ვერ მიიღებ. ცოტა რთული გასაგებია და ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეგ კითხვა, რომ თუ არ ვიწამებ უფალს იესო ქრისტეს, მაგრამ ვიცხოვრებ კარგი მორალებით და ვიქნები კარგი ადამიანი, მოხვდები თუ არა სამოთხეში. და ამ კითხვაზე პასუხი არის არა, და ეს ჩემი აზრი არ არის, ბიბლიაში წერია. მე უბრალოდ ვეცდები რომ რაც შეიძლება მარტივად აღიხსნათ თუ რატომ არის ეს ასე და რატომ მაინც იესო ქრისტე და რატომ არ შეიძლება რომ უბრალოდ კარგი ადამიანი იყო. მოდი დავბრუნდეთ დასაწყისში. ღმერთმა ადამი და ევა შექმნა უკვდავნი. ანუ ღმერთის იდეა იყო რომ ადამს და ევას ედემის ბაღში ღმერთთან ერთად უნდა გაეტარებინათ უსასრულობა. თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ღმერთი არის სამართლიანი და თვითონ არის სამართლიანობა, გადაწყვიტა რომ ადამიანისთვის და ევასთვის დაეტოვებინა თავისუფალი არჩევანი. ამიტომ აუგზალა ერთ-ერთი ნაყოფის ჭამა და უთხრა, რომ თუ ამ ნაყოფს შეჭამთ, მოკვდებით. ეს თავისუფალი არჩევანი ღმერთს რომ სისულელში მოეყვანა, დაუშვა, რომ ედემის ბაღში შემოსულიყო გველი, ანუ ეშმაკი, რომელმაც სცადა, რომ შეეცნია ადამი და ევა და ამ შემთხვევაში მათ ჰქონდათ ორი არჩევანი. ან დაუჯერებდნენ ღვთის სიტყვას და იქნებოდნენ ღმერთთან უსასრულოდ, ან დაუჯერებდნენ ეშმაკს და შესწოდავდნენ და დაშორდებოდნენ ღმერთს. სამწუხაროდ ეშმაკის მცდელობა რომ ადამი და ევა შეეცნია წარმატებით დასრულდა და შესწოდეს მათ, ხოლო ღმერთისგან მიიღეს ცოდვის საზღაური, რაც არის სიკვდილი და ადამი და ევა გახდნენ მოკვდავნი. იმ მომენტიდან დღემდე დედამიწაზე არ არსებობს უცოდველი ადამიანი. სანამ ადამიანის სხეულშია, მუდმივად არის მიდრეკილი, რომ შესწოდოს და შეცდომები დაუშვას. აქედან გამომდინარე ღმერთმა უკვე იცოდა, რომ ადამიანიდან დაწყებული დედამიწაზე უკანასკნელი ადამიანი დამთავრებული ყველა მიდიოდა ჯოჯოხეთში. მაგრამ ღმერთს ადამიანები ენით აღუწერელად უყვარს, ამიტომ არ უნდა რომ ჯოჯოხეთში დაიტანჯონ ადამიანები და უსასრულობა გაატარონ მის გარეშე. ჯოჯოხეთი ეგ არის ღმერთის გარეშე უსასრულობა. და იქედან გამომდინარე რომ ღმერთი არის სამართლიანი და თვითონ არის სამართლიანობა, ასე უბრალოდ არ შეუძლია თქვას რომ კი შენ ცოდვილი ხარ, მაგრამ მე რა, მოდი ჩემთან სამოთხეში იყავ. ეს არასამართლიანი იქნებოდა. მაგრამ იქედან გამომდინარე რომ თან ღმერთს ძალიან უნდა რომ ადამიანები მასთან ერთად სამოთხეში ვიყოთ, პოულობს გამოსავალს და აკეთებს ასეთ რაღაცას. ჩამოდის ჩვენთან და გვეუბნება. იქედან გამომდინარე რომ თქვენ არ შეგიძლიათ ცოდვის გარეშე ცხოვრება, ცოდვაზე უარის თქმა, მე ავიღებ თქვენს ცოდვებს ჩემ თავზე, მე ვაგებ თქვენი ცოდვების გამო პასუხს, მე ვეწამები ჯვარზე თქვენი ცოდვების გამო, მე მოვკვდები ჯვარზე თქვენი ცოდვების გამო. შენ ისევ შენი თავისუფალი არჩევანით უბრალოდ უნდა აღიარო იესო ქრისტე შენს გადამრჩენელად და ის ყველა შენს ცოდვას აიღებს თავის თავზე. აი ასეთი რაღაც აქვს ღმერთს ჩვენს გამო აკეთებული. ამიტომ უნდა მიიღო იესო ქრისტე. თუ იესო ქრისტეს არ მიიღებ, მაშინ უნდა იცხოვრო ადამიანმა უცოდველად. საერთოდ ერთი ცოდვა არ უნდა ჩაიტინო. და ეგ დღე, როდესაც ადამიანი უცოდველად იცხოვრებს, ეგ დღე არასდროს არ დადგება, იმიტომ რომ ფუნდამენტალური სხვაობა ღმერთს და ადამიანს შორის არის ეგ, რომ ღმერთი არის უცოდველი და ადამიანი არის ცოდვილი.